15 რიცხვში ალიასკაზე უნდა შეხვდნენ პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი. ამერიკულმა მხარემ გააჟღერა ტერიტორიების გაცვლის კონცეფცია. კრემლმა ამაზე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება. ეხლა ისმის კითხვა, რომ როგორ შეიძლება ტერიტორიების გაცვლის კონცეფცია და ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება ერთმანეთში ჩაჯდეს. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და იმ გაჟღერებულ აზრთან დაკავშირებით, რომ ტერიტორიების გაცვლა მოხდება, ცხადია შეშფოთებები გამოითქვა პროდასალურ ფლანგში. ოღონდ ნაწილმა გამოთქვა ვერსიები, რომ ჯერ ხო არ ვიცით რა ტერიტორიების გაცვლაზე მიდის საუბარი. იქნებ უკრაინისთვის უკეთესი ვერსია განიხილება, რადგან კულუარებით გამოდის რაღაც ბუნდოვანი ინფორმაციები და ხო შეიძლება რომ განიხილებოდეს და ტრამპი თქვათ აწვებოდეს, გაქონდეს და გეგმავდეს უკრაინისთვის მომგებიანი ვერსია ტერიტორიების გაცვლის და ამასთან დაკავშირებით საინტერესო იყო ზელენსკის გამოსვლა 2 დღის წინ, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ამ ტერიტორიების გაცვლის გეგმასთან დაკავშირებით. ფაქტიურად წინასწარ უარი განაცხადა. და თქვა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიებს არ დათმობსო და დაახლოებით ასეთი შინაარსი. მოდი მოვისმინოთ. უკრაინულად არის და ჩვენ თარგმნით რამდენადაც ვთქვათ შევძლებთ უკრაინულიდან текстის თარგმნას. Голос Європи має впливати на процес, і ми домовляємось з нашими європейськими лідерами щодо наших розмов та наших зустрічей, щоб узгодити всі позиції. Також щодо роботи кожного з нас з іншими лідерами, щоб позиції Європи були захищені. Ми плануємо деякі зустрічі на континенті. Третє, звісно, ზელენსკი აქ ამბობს, რომ აუცილებელია, რომ ევროპის ხმა ისმოდეს, ევროპის აზრი და უკრაინის აზრი უნდა გათვალისწინებული იყოს და რომ მას ექნება შეხვედრები კონტინენტზე იმისთვის, რომ ეს ევროპული აზრი და უკრაინის აზრი გათვალისწინებული იყოს, უბრალოდ ფაქტია, რომ ეგ-ეგრე არ არის. ხო, ანუ ტრამპი და პუტინი რო ერთმანეთს ხვდებიან, იქ არც ევროკავშირის წარმომადგენელი არ ზის და არც ზელენსკი არ ზის. ამიტომ აზრი მათი გათვალისწინებული ამ შეხვედრაზე ფაქტია, რომ არ არის იმის მიუხედავად, რომ ზელენსკი მაგას აფიქსირებს. კი, ეს სამწუხაროდ შეცდომა მოხდა, არასრული ვერსია არის გადმოწერილი და სრულ ვერსიაში შემდეგ აგრძელებს ზელენსკი და ამბობს, რომ ტერიტორიების გაცვლა და მშვიდობა ვერ იქნება სწორი ფორმა მშვიდობისა თუ თქვათ აქ ჩვენი ინტერესები და ჩვენი ხედვა გათვალისწინებული არ არის, მით უმეტეს ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიების გაცვლა, ტერიტორიების დათმობა ჩვენ კონსტიტუციით არ შეგვიძლია, ანუ ვიღაცა, ესე იგი, თხოვს ისეთ რაღაცას და განიხილავს ისეთ რაღაცას, რაც გულისხმობს ტერიტორიების დათმობას და ფაქტიურად უარი განაცხადა, ესეთი უარის ფორმა იყო ტრამპის მიერ გაჟღერებულ აზრზე და ამასთან დაკავშირებით, ანუ ზელენსკი რაც თქვა, ანუ შეიძლება ვთქვათ ვიღაცას გაჩვენოდა აზრი, რომ ზელენსკის ნათქვამი თლად ტრამპის პოზიციასთან, ამერიკის პოზიციასთან კონფრონტაციას არ გულისხმობს და ტრამპმა დღეს გააკეთა საინტერესო განცხადება რა. და მოდი ეს განცხადებებიც, იგი განცხადებები იყო და მოდი რამდენიმე ანუ წარმოდგენა რომ გაგიჩნდეთ, რა წინაპირობით მიდის ტრამპი ამ მოლაპარაკებებზე, საკმაოდ საინტერესო განცხადებები. Go and see the parameters. Now I may leave and say good luck and that'll be the end. I may say this is not going to be settled. I mean there are those that believe that Putin wanted all of Ukraine. I happen to be one of them, by the way. I think if it weren't for me, he would not be even talking to anybody else right now. But I'm going to meet with him. We're going to see what the parameters are. I'm then going to call up President Zelensky and the European leaders. ანუ ძირითადი შინაარსი აქ იყო და ტრამპი ხსნიდა, რომ შეხვედრის ფარგლებში მოხდება ტერიტორიების გაცვლის თემის, ანუ წამოწევა. თავიდან თქვა, რომ თუ მე არ დამაკმაყოფილა მოლაპარაკების პროცესი, მე გავა და მიხედე თქვენ საქმეს და good luck გეტყვით და წავო. გისურვებთ წარმატებას, მაგრამ ბევრ ხალხს სჯეროდა და მეც მათ შორის ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ პუტინს უნდა
მთელი უკრაინა და ჩემი აზრით არც არავის არ დაელაპარაკებოდა სხვა ვერსიაზე, მე რო არ ყოფილიყავი, ეხა მე რო ჩავერთე, მანდიდან გამომდინარე პუტინის სხვა ვერსიებს განიხილავს და ამასთან დაკავშირებით მე დაუკავშირდები ზელენსკისაც, ევროპელ ლიდერებსაც ჩავაყენე პროცესების საქმის კურსში, მაგრამ მე ცოტა უკმაყოფილო ვარ ზელენსკის აზრით, რომ ის ტერიტორიებს არ გაცვლის, იმიტომ რომ კონსტიტუცია ამის უფლებას არ აძლევს. მან საჭიროა ზუსტი ციტატა, როგორ თქვა ტრამპმა, ანუ როგორ თქვა ტრამპმა, იმას ვიმეორებ, ჩემ ტექსტი არ არის. ტრამპმა თქვა, რომ ანუ ზელენსკის ომის და ხალხის მკვლელ სიკვდილის და გაწერვის ლეგიტიმაცია აქვს და ტერიტორიების გაცვლის ლეგიტიმაცია არა აქვს. აი რაღაც ეგეთი ირონიული განცხადება იყო, რომ ანუ შინაარსი ეგეთი იყო, რომ ომის ლეგიტიმაცია თუ გაქვს, ტერიტორიების გაცვლის ლეგიტიმაცია როგორ არა გაქვს, აი ეგეთი კონტექსტით იყო ნათქვამი. ეგეთი კონტექსტით იყო ნათქვამი და ანუ აზრი მაგისი იყო, რომ ზელენსკიმ რო თქვა მანამდე, რომ მე არაფერ ტერიტორიების დათმობა არ შემიძლია, ეგ უარი მიმართული იყო ამერიკაზე, იმიტომ რომ ამერიკას ცოტა ისეთი გეგმა აქვს, რომელიც ზელენსკის არ მოწონდა, ზელენსკის პასუხი არ მოეწონა ტრამპს. და ეხლა თქვა რომ ანუ რა კონსტიტუციაზე მელაპარაკები არ მომწონს ასეთი მიდგომა ომის და ხალხის დახოცვის საინტერესო ტექსტი იყო ომის და ხალხის დახოცვის უფლება გაქვს და ტერიტორიების გაცვლის უფლება არა გაქვს და ეგ მნიშვნელოვანია ეხლა იმის გასაგებად რას გეგმა აი მაგ პროგნოზებს ვიტყვი მე როგორ მგონია როგორ მოხდება მაინც რა ის ხო არ ვაჩვენოთ აი მეორე მოსკოვში ჩავდივარ ტრამპმა რო თქვა და მე მაგ კონტექსტიდან პროგნოზზე გადავიდეთ მეორე არა სინამდვილეში მე თქვა რომ მოსკოვში არ ჩავდივარ ალიასკაზე იქნება შეხვედრა მაგრამ ლაპარაკში აერია კი და ნუ მე და მაგაზე ეგ რატო არის ეს ვიდეო აი ეგეთ რაღაცეებზე მე მთელი რაღაცა შეთქმულების თეორიები იგება ხოლმე და შეიძლება უბრალოდ რაღაც წამოიბოდიალა კაცმა და მე მთელი პლანეტა ზის და აი რა ხდება რუსეთში და просто აი ხო იცი ენას ძვალი არ აქვს და მე ხვალე მალე ჩავალ რუსეთში პუტინს დაელაპარაკე და უკაცრავ თქვენ რუსეთში მიდიხარ და არა რუსეთში ეგ მოფრინავს აქ აი ეგეთი რაღაცა მოხდა ტრამპის პრესკონფერენციაზე რა და მოდი ეგეც ვაჩვენო მაინც საინტერესო იქნება ეს არის აგაუორკა პაფრეიდურა for me to be up here. You know, I'm going to see Putin. I'm going to Russia on Friday. I don't like being up here talking about how unsafe and how dirty and disgusting this once beautiful capital was. Nation. That's what they do. They fight a lot of wars. A friend of mine said Russia's tough because they just keep on fighting. They beat Hitler, so did we. And they beat Napoleon. You know, they've been doing this for a long time. ანუ აქ კონტექსტი უნდა დავამატოთ, რომ ეგ იყო პრესკონფერენცია ვაშინგტონში, ანუ დედაქალაქში აგზავნის გვარდიას. იმიტომ რომ იქ რაღაც წესრიგი არის დასამყარებელი და მე რო ამბობს, რომ ეს how dirty და რაღაცა ეს საკუთარ დედაქალაქზე ამბობს, მაგრამ მანამდე არის, რომ ნუ მე მალე გავფრინდები რუსეთში რაღაცა და ნუ მე იყო რომ რუსები მე ჩემი მეგობარი ამბობდა რომ რუსები სულ ომობენ მაგათ ჰიტლერს მოუგეს ჩვენც მოუგეთ ჰიტლერს და მე ნაპოლეონსაც მოუგეს ომში ეგენი სულ ომობენ ხოლმე და აი ამას რატო გაჩვენეთ იცი ვიღაცებს ხო გონიათ რომ ტრამპი ამას თამაშობს და სინამდვილეში რაღაცა აი მასტერმაინდიქ რაღაცა აი ძალიან მაგრადით არა უბრალოდ ესე აზროვნებს ანუ აი ეს ადამიანი არის ყველაზე ძლიერი ყველაზე დიდი სამხედრო ძალის და ეკონომიკის და ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი და აი მის წარმოდგენები მაგალითად რუსეთზე რაღაცა და აი ესეთი ამდენად ზერელე თუ დგება და ეგ მის ნაჩვენებელი კი არ არის რომ აი რაღაცა შტერია არა ანუ რამდენად დიდად არაწუხებს ამ ადამიანს დეტალებში ჩაღრმავება და ეგ ეხება რუსეთს და ამ დროს საქართველოში ვიღაცები ზიან და სერიოზულად ფიქრობენ რომ აი ტრამპი ხ საქართველოს გადაწყვეტილებს ტრამპის გონებაში აი ხო არა გონებაში რაღაცა განყოფილებებია რა აი მაგალითად აი ტრამპის ტვინში მაგალითად აუცილებლად იქნება როგორი განყოფილება, იცი, ბურგერები უყვარს და მაკდონალდსის ბურგერი რატო ჯობია
ვენდისის ბურგერს, მაგაზე რაღაცა მოცულობა იქნება ტვინში რა და განყოფილება სადაც არის საქართველო არ იძებნება ვაფშე. აი მის თვალსაწიერში, ინტერესის სფეროში, ხო, აი დააფორმატეს რა, ეგ ადგილი და ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ რა. მე ხო თქვი რომ უმადური საქმეა პროგნოზე. მე მგონია რომ მანდ რა მოხდება, იცი? ხა ვიტკოფი ტყუილ არ ჩასულა მოსკოვში. დაახლოებით რაზე უნდა შეთანხმდნენ ორივე მიცის. იქ დაჯდებიან რაღაცა nice guy, Mr. Putin, you are genius რაღაცა ეგეთებს იბაზრებენ. დიდი ალბათობით. არ ვიცი ხა შეიძლება სხვანაირად მოხდეს, მაგრამ აი დიდი ალბათობით ვიღაცა დაახვედრებენ რაღაც ჯარს, იმას რაღაც წითელ ხალიჩას და ნიტყვიან რომ აი great deal ბატონო ზელენსკი მოაწერეთ ხელი რაღაცა დონეცკის ოლქიდან გაიყვანთ ჯარებს და გავაჩერებთ ომს და ზელენსკი უბრალოდ ქვას აგდებს და თავს შეუშვერს და მე ტრამპი იტყვის რომ რა ვიცი, მავა არ გდომიათ თქვენ მშვიდობა. და ყველაზე ეფექტურად უკრაინის კონფლიქტიდან გამოსვლის საშუალება ტრამპისთვის, რომ თან არ დააბრალონ, რომ უკრაინა მიატოვა და თან, რავი, მოდი რა მე რა შუაში ვარ, აგერ ბაიდენის ომია ეგ. ყველაზე კარგი შანსი ახლა უჩნდება მაგ სქემის გათამაშებისთვის. ხო, არ არის გამორიცხული, რომ თვითონ აი რაღაცნაირად ურთიერთშეთანხმებული წინასწარი საერთო ინტერესის შემცველი სქემაა რუსეთ-ამერიკას შორის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპს უწევს, რა ვიცი, აი ეკონომიკური ომის გამოცხადება ინდოეთ-ჩინეთისთვის, ანუ რაღაც ტარიფები უნდა უწესოს. შევიდეს დაპირისპირებაში, უფრო დაახლოოს ამ დაპირისპირებით ჩინეთი და რუსეთი და ინდოეთი პოტენციურად და შედეგი რა იქნება? ომი მაინც ვერ გააჩეროს. აი ინდოეთს დაუწესა 25%-იანი სანქციები და ინდოეთმა ფეხზე დაიკი. ხო, და ამ პირობებში ხა ეს პერსპექტივაში თან ომი გრძელდება ისე რომ საბოლოო ჯამში ტრამპს არ უნდა და მისი ამორჩევლების დაკვეთაა რომ დაფინანსების ზრდა არ მოხდეს უკრაინის, ან თლიანად ჩაიხსნა პრაქტიკულად დაფინანსების კუთხით ამერიკა და უბრალოდ მზადავართ აცხადებს რომ მზად არიან მიყიდონ იარაღი ევროპელებს, ან განახეორ და ფული რომელთაც უკრაინას იარაღი მიეწოდება და მათ შორის შესაბამისად შეიარაღების რაოდენობა და პოტენციურად ეს ნიშნავს რომ ადრე თუ გვიან უკრაინის ფრონტის კოლაფსი შეიძლება მოხდეს. ანუ ამერიკა უნდა შევიდეს ახლა ისეთ დაპირისპირების ფორმატში, სადაც უკრაინა მაინც შეიძლება დაიკარგოს, ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი და თან დაპირისპირებაში უნდა შევიდეს ინდოეთ ჩინეთთან, დაახლოოს ისინი რუსეთთან. ეს ტრამპის გადმოსახედიდან და მისი ვერსიიდან, ამ გეოპოლიტიკური ხედვის არამომგებიანი ვერსია, ამიტომ შესაძლოა, აი რაღაცა მოძებნეს რუსეთმა და ეს არ არის ცხადია 100%-იანი, შეიძლება სხვა ვერსია ხდებოდეს, მაგრამ გავს ამას. ეხა ფსონის დადება რო შემეძლოს, მაგ ვერსიაზე დავდებდი ფსონს.